რამდენიმე წამის წინ აქ ერთი მოქალაქე დააკავეს, პირი, რომელიც ესწრებოდა საბას ხვიტარიძის საქმეს, აქ ხმაური მოყვა გამომძიებლის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან, რომელიც დღეს იყო მოწმე საბას ხვიტარიძის საქმეზე, რამდენიმე საათი მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა და მას შემდეგ რაც დატოვა მან სხდომათა დარბაზი, გაძლიერებული პოლიციის თანხლებით, ხედავთ ალბათ აქ პოლიციის რაოდენობას, აი ეს პოლიცია იცავდა ამ გამომძიებელს სალომე დიშერაშვილს, რომელიც დღეს პასუხობდა მხარეთა შეკითხვებს, მის გამოსვლას დამსწრეთა მხრიდან მოყვა ხმაური, შეძახილები და ამ შემოხლაში ერთ-ერთი მოქალაქე დააკავეს. ნოდარ ჩაჩანიძეს ხედავ ახლა მე. ნოდარ, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში მინდა გითხოთ, ვინ იყო ის პირი, ვინც დააკავეს? ერთი ადამიანი არის დაკავებული, როგორც მეგობარი, ერთ-ერთი მეგობარი იყო, რომელიც მოვიდა ადამიანთან, რომელსაც ავსამართლებენ უკანონოდ, რომელსაც მოექცნენ უკანონოდ, რომელიც აწამეს, რომელიც ცემეს. აი ამ ხალხმა, ჯალათებმა, რომლებიც დღეს იყვნენ მათ შორის მოწმეებად, დაბარებული სასამართლო პროცესში გადრე სამწუხაროდ ისეთი რამ, რასაც არ უნდა კადრულობდეს პოლიციელი და სამწუხაროდ მილიციათაა იქცეული, ეს არ არის ჩემი ძალიან დიდი რაოდენობით არის აქ ათობით პოლიციელი. კონკრეტულად არ ვიცი, კანონ დარღვევისთვის არ გვეუბნევიან. მე მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა ჟურნალისტებს უთხრათ, რომ მე უთხარი რომ არა გვაქვს ჩვენ პრეს-ცენტრი, რომ პრეს-ცენტრთან გადავამი სამართლოდ და მაგ თხოვე რომ ეთქვა და არც ერთმა პოლიციელს ეხა არ აქვს პასუხი, რატო დააკავეს ის კონკრეტული ადამიანი, რაღაც კონკრეტულ ჯგუფს ქონდა დავალება რომ ეს ბიჭი დაეჭირათ. და ცალკე დაიჭირეს მოკლედ რა. ჩვენს ქონდა, მადლობა ნოდარ, ჩვენს ქონდა მცდელობა რომ გაგვერკვია რატომ დააკავეს ეს ადამიანი, თუმცა პოლიციელები არ გვეუბნებიან. უკაცრავად შეგიძლიათ გითხრათ რატომ დააკავეთ ერთი მოქალაქე? ვერ გვეტყვი? საიდუმლო არის. არ მაქვს ინფორმაცია თქო, მე არ გაქვთ ინფორმაცია, აბა რატო დააკავეთ? მე არ დამიკავებია. ვინ დააკავეს? ვერ გეტყვი. თქვენც აქ იყავით და რა დააშავა? ვიყავი, მაგრამ ადამიანი. ხო ეხმარებოდით მანქანაში ჩასმართვა? არა, მე არ ეხმარებოდი. არ ეხმარებოდი? არც თქვენ არ ეხმარებოდი? ვინ დააკავა შეგიძლიათ? პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მაგრამ. რაზე დააკავეს არ იცი? არ მაქვს ინფორმაცია თქო, გითხარი. ინფორმაცია რაზე დააკავეს? ხედავთ აქ პოლიციის მობილიზებას, რამდენი პოლიციელი, აი ეს ადამიანები იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში. უკაცრავად შეგიძლიათ გითხრათ რა სტატუსით ესწრებოდით დღეს სხდომას? მოგიწიათ პასუხი უკვე რა გეხოცეთ დამანებეთ. გავეცი პასუხი. კარგად პასუხი გაიცით ვის? აღარ გესაუბრებით. რატომ არ გესაუბრებით? თქვენს გამოჩენას სხდომათა დარბაზში არ გაძლევთ ინტერვიუ. რატომ არ გაძლევთ? ვინ წანდებით შეგიძლიათ? რა სტატუსით იყავით დარბაზში შეგიძლიათ? საიდუმლო არის პოლიცია. დიახ, გავეცი პასუხი. სამოქალაქო ფორმაში ვინ არის? სალომე დიშერაშვილი. და 10 ადამიანი 10 არ ვიცი, მე 10 ვარ, 1 ვარ. 10 იყავით ჯგუფურად. მე ჩემ თავზე გვერდზე ვინ ისხდა სხდომათა? ჩემი თანამშრომლები მეგობრები. 10 ადამიანი. რატომ იყავით დღეს სამოქალაქო ფორმაში? კარგად გადავწყვეტ. მე არ დამითვლე და კარგად დათვალეთ თქო. მე დავთვალე და ამიტომ. 10 იყო ზუსტად, ვარ. რა სტატუსით იყავით სამოქალაქო ფორმაში დღეს სხდომაზე? საჯარო სხდომაზე, სადაც დასწრება სრულად მიღებული არის ყველას. გითხარით ჩემს მეგობართან ვიყავი, სალომე დიშერაშვილი. და რა მისი? მოწმის სახით იკითხებოდა და ვიყავი მასთან ერთად. ასე დაყვებით ხოლმე თანამშრომლებს ყოველთვის? კი, როცა ვისვენებ და როცა დრო მაქვს, კი. 10-ვე ისვენებით? ჩემზე მეკითხები? თქვენზე და თქვენს კოლეგებს. ხვის მაგივრად პასუხს მე მაგივრად რაც ნიშნავს არის ადამიანები და სხდომაზე. კი, ზოგს ვიცნობ, ზოგი არ ვიცი ვინები იყვნენ და არ ვიცი, ხო ერთ წუთი ბოდიში ტელეფონს მოუპასო, ხო? ბატონო. ეს იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს სხვა პოლიციელებთან ერთად სამოქალაქო ფორმაში გამოცხადდა საბას ხვიტარიძის პროცესზე დასასწრებად. მათ დაიკავეს მთელი ერთი ფლანგი სხდომათა დარბაზში და არ ეძლეობათ შესაძლებლობა, რომ საბას ხვიტარიძის ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, მეგობრები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში, რადგან მეტი ადგილი ფიზიკურად არ იყო. იყო დარბაზში შეხლა-შემოხლა, ფიზიკური დაპირისპირებაც კი და ამ პოლიციელებს, რომელთაგან ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ ვეცადეთ, რომ გავსაუბრებოდით და გაგვიგოთ ვინ არის და რა მიზნით იმყოფებოდა აქ. ამ პოლიციელებს მოუწიათ სხდომათა დარბაზის დატოვება, თუმცა ხედავთ, რომ ისინი არ წასულან სასამართლოდან, რჩებიან პერიმეტრზე. მობილიზაციასაც ხედავთ პოლიციის, რა რაოდენობის პოლიციელი არის აქ. როგორც გვითხრა ცოტა ხნის წინ ამ ერთ-ერთმა პოლიციელმა სწორედ გამომძიებელ სალომე დიშერაშვილს ახლავს აი ეს რაოდენობა პოლიციის, რომელიც არის საბას ხვიტარიძის საქმის გამომძიებელი და რომელიც დღეს მოწმის სტატუსით და მოწმის სახით იკითხებოდა. ამ მოწმის დაკითხვა უკვე დასრულებული არის, მასთან გასაუბრების მსვლელობაც ჰქონდა, რომ გაგვერკვია მის სამუშაო კაბინეტში გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად საბას ხვიტარიძეს სხვა პოლიციელები, თუმცა ის გაძლიერებული დაცვის თანხლებით
სისხლებით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან და ეს ჩვენი შეკითხვები დარჩა უპასუხო. რამდენიმე წუთის წინ ამ შეხლა შემოხლის დროს დააკავეს ერთი ადამიანი, არ გვეუბნებიან პოლიციელები რატომ, რა დააშავა ამ პირმა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ესწრებოდა საბას ხუტარიძის სხდომას. სავარაუდოდ ის მისი ახლობელია, ჯერჯერობით შემთხვევით უცნობია სახელი და გვარი, რადგან პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ საბას ხუტარიძის დედას ხედავ ახლა მე, თუ შევძლებთ მასთან გასაუბრებას, ძმას ხედავ საბას ხუტარიძის. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობს და თუ შეიძლება მინდა კითხოთ იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ერთი ადამიანი დააკავეს, პირველ რიგში მინდა კითხოთ, გაარკვიეთ თუ არა ვინ არის ეს ადამიანი, რადგან პოლიციელები არ გვეუბნებიან არც იმას ვინ არის და არც იმას რატომ დააკავა. ოკმელაშვილის ცოლის ძმა გიორგი, რომელიც მეც შიგნით ვიყავი, პროცესზე ვიყავი, რომელიც უბრალოდ ვიდეოს იღებდა და დააკავეს, ესე ვთქვათ, ხელს გააყოლეს. მარტივად რა ვთქვათ, არც ვიცით რატო და რისთვის დაიჭირეს. რატომ ჭირდება თქვენი აზრით სალომე ედიშერაშვილს ამ ხელა დაცვა? ნახეთ ალბათ რა რაოდენობის პოლიცია იყო შიგნითაც და კი, იმიტომ ჭირდებათ, რომ არიან მატყუარები, იციან რომ იტყუებიან და არანაირი უფლება არ ქონდათ, თუნდაც ჩემი ძმის საქმეში რაც გააკეთეს და რაც ილაპარაკა კიდევაც, ასევე იციან რომ როგორ თქვა, არასწორები არიან, ყველანაირად უსამართლოები არიან და ჭირდება დაცვები, როგორც ქავთარაძეს დაჭირდა დაცვა, ისე დაჭირდა სალომესაც. დღეს პროცესზე ზუსტად შემოუშვეს 11 პოლიციელი, 7 პოლიციელი პროცესიდან გაუშვით იმის გამო, რომ პირველები შეუშვეს, ასე ვთქვათ, თქვენ ჟურნალისტებსაც, თქვენ კოლეგებს არ უშვებდნენ და არც მე გადაგვიღობეს, ასე ვთქვათ, რაც იქ გადმოსეს, რომ შეუშვე და შევედით და რომ შევედით, დავგვწნენ ეს 7 პოლიციელი. და შემდეგ ეს 7 პოლიციელი რომ პროტესტის მიზნით დაგვიკმაყოფილა მოსამართლე, რომ ვინც ესწრება პროცესს, ისინი დაესწრნენ და ვისაც იცნობთ, ასე ვთქვათ, ვინ არის და დაატოვება მოუწიათ იმის ფონზე, როდესაც თვითონ მანდატურმა გამოთქვა პრეტენზია რატომღაც ჟურნალისტზე, რომელიც ყოველთვის ესწრება და არა იმ პოლიციელებზე და ამაზე კიდევ ცალკე წამოიწყო პროვოკაცია. ეს იყო და ეს და შემდეგ კიდევ ისევ 4 პოლიციელი შემოუშვეს. ერთ წყალი უნდა და რო ვერ დალია გავიდა. მადლობა, უსმენთ საბას ხუტარიძის ძმას, რომელიც გვესაუბრა ერთ-ერთ დაკავებულ მოქალაქეზე. ჯერჯერობით პოლიცია აქ დუმილის რეჟიმშია წარმოდგენილი. არ ვიცით რატომ დააკავეს ეს ადამიანი. ამ ეტაპზე ვითარება შეშდარებით დასტაბილურებული არის სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ ეს არის პროცესები, რომელიც ვითარდება საბას ხუტარიძის საქმესთან დაკავშირებით. მისი სხდომა მიმდინარეობს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მადლობა, ქეთი ნადიბაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში მოვლენების განვითარების შესაბამისად. მას დაუბრუნდებით, როგორც მოვისმინეთ, დაკავებული სავარაუდოდ არის გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გიორგი ჩხეიძე.